დავიწყოთ შეფასებით, რასთან გვაქვს საქმე, რას ემსახურება ეს ეგრეთ წოდებული fake მილოცვა, რომელიც გავრცელდა პატრიარქის სახელით. მოგესალმებით, პირველ რიგში მოგილოცავთ ახალ წელსდაშობას. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურ და საეკლესიო კონტექსტთან ერთად, როდესაც ვრცელდება დამონტაჟებული ვიდეო, პატრიარქს მეტყოლების უნარი შეზღუდული აქვს და ამით სარგებლობს საპატრიარქოში ეგრეთ წოდებული მოსახლე და მისი დაჯგუფება და ცდილობს მისი სახელით გაავრცელოს მილოცები, მაგალითად არჩევნების აღიარებას, რომელიც უკავშირდება და ასევე მიხეილ ყაბელაშვილისადმი. ჩვენ არ ვიცით სინამდვილეში ვის დაწერილია ეს ტექსტი. რაც შეეხება საეკლესიო კონტექსტს, აქ უნდა ვიგულისხმოთ მომავალი საპატრიარქო არჩევნები, რომლის დროსაც ეგრეთ წოდებული მოსახლე ელოდება კაპატრიარქებას და მას სჭირდება ხელისუფლების ლეგიტიმაცია, რომ მერე ხელისუფლებისგან მიიღოს ასე ხარდაჭერა საპატრიარქო არჩევნებში. ეს შემიძლია ზოგადად ვკითხოთ ვიდეოსთან დაკავშირებით და კონკრეტულ კითხვებს როცა დამისვათ, მე კონკრეტულად შემიძლია გიპასუხო. კი ბატონო, გითხარით აი როგორია ამ ყველაფერში რეჟიმის როლი, ივანიშვილი, ვისი მხარდამჭერია, ზოგადად ვინ ეიმედება საპატრიარქოში? მე უფრო პირიქით ვიტყვით, რომ ეგრეთ წოდებულ მოსაყრეშიოს ამჟამინდელი ქართული ოცნება ძალიან ეიმედება და იმედი აქვს, რომ საპატრიარქო არჩევნებში სწორედ მას დაუჭერს მხარს. სწორედ ამიტომ ისინი ყოველთვის გამოდიან ქართული ოცნების მხარდამჭერი ლოზუნგებით, მოწოდებებით და ასე შემდეგ. რაც შეეხება ხელისუფლებას, ამჟამინდელს ისინი თავისთავად სარგებლობენ ეკლესიის ამ გარკვეული ფრთის მხარდაჭერით, ესე ვთქვათ და fake ვიდეოს გავრცელება თავის მიზეზი ჰქონდა ჩემი აზრით, რადგან ეს იყო ერთგვარი სიგნალი საპატრიარქოსგან, რომ პატრიარქს მეტყოლება არ შეუძლია და არ ჩაიწერა ეს ნამდვილი ვიდეო, აქედან გამომდინარე რაღაცასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს ნამდვილად იმასთან, რომ ძალაუფლება საპატრიარქოში აღებული აქვს მეუფეშიოს ანდრია ჯაღმაიძეს, რომელიც მინდა ვთქვა, რომ მისი თანამდებობისთვის სრულიად შეუფერებელია, რადგან ის ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რომლითაც ის დადგენილია და საზოგადოებას ამყოფებს გაურკვევლობაში და უნდობლობაში, ასევე ის შეგახსენებთ, რომ არის დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი საპატრიარქოში უკვე რამდენიმე წელია და ამ ფუნქციასაც ის ნამდვილად ვერ ასრულებს, არავის არ ახსოვს მისი ერთ-ერთი ვიზიტიც კი მაგალითად გერმანიაში და აქაურ სამრევლოებში. დიახ. აი თქვენ თუ გაქვთ ზოგადად ცნობები, როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა, თუ ახერხებს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ ცნობიერი პოზიციები დააფიქსიროს და გაუზიაროს სხვებს? ჩემთვის უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უბრალოდ შეგვიძლია ჩვენ მისჯელოთ იქიდან გამომდინარე რა კომენტარიც მისმა ჟურნალმა ექიმა ქალბატონაც ისანამ შარტამ გააკეთა მას შეხება განქონი 23 ნოემბრის შემდეგ პატრიარქთან და რადგან fake ვიდეო გავრცელდეს, ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის წინე. ერთ ფაქტსაც მიაქციეთ ყურადღება, ეს შიდა დაპირისპირება ანუ ანდრია ჯაღმაიძესა და ქალბატონ შრონა თეთრუაშვილის შორის გარეთ არ გამოვიდოდა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ იყოს დამაკმაყოფილებელი. მე გვიშინდა ვწერე და ახლა შემიძლია გავიმეორო ჩემი მოსაზრება, რომ პატრიარქის მოbrunების იმედი აღარ აქვს და ამიტომ ღია დაპირისპირებაზე გადავიდეთ. მაგრამ ერთ შევახსენებ მამა ანდრია ჯაღმაიძეს ასევე საზოგადოებას, რომ საპატრიარქო საჭადრაკო დაფაზე ჯერჯერობით არ არსებობს ისეთი ფიგურა, რომელიც დედოფალს ანუ შორენა თეთრუაშვილს წააგზავს და ამიტომ ეს გაითვალისწინოს. რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ შორენა თეთრუაშვილი თავის მხრივ არ სარგებლობს პატრიარქის უძლურებით. მას თავისი ასე ვთქვათ შეცდომები აქვს, თავისი მინუსები აქვს და რა თქმა უნდა ისიც უნდა იქნეს შემდეგში ჩამოცილებული საპატრიარქოში გავლენებს, ეს შემიძლია გითხრათ. ზოგადად თქვენი მელოდინი როგორია, სადაც იზოლირებულ შემთხვევად დარჩება თუ ეს შიდა დაპირისპირება უფრო გამოვა, ასე ვთქვათ, სააშკარაოზე, იმიტომ რომ აი პრეცედენტი უკვე არსებობს, ხომ გავიგეთ, რომ იქ რაღაც დაპირისპირება არსებობს უკვე აი ამ ვიდეოს დონეზეც კი. ეს არ ამგონია ასე დარჩეს
ეს გაგრძელდება ჩემი აზრით ახლა ველოდებით უკვე საშუალო ეპისტოლეს, რომელიც ვისი სახელით გავრცელდება და რა შინაარსი იქნება ამ ეპისტოლებში გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანს მეტყოლება და რომელსაც მეტყოლება აქვს დაკარგული, რამდენიმე გვერდიან ეპისტოლეს წერდეს. უბრალოდ ფიზიკურად როგორ არის შესაძლებელი პატრიარქმა თავისი აზრი გამოხატოს, ან უნდა დაწეროს, ან უნდა თქვას. თუ მას არც ერთი არ შეუძლია, მაშინ ვინ ასე ვთქვათ, ასრულებს ამ დავალებას. ამიტომ მე მოველი რომ ეს დაპირისპირება გაგრძელდება და უფრო მძიმე ფორმებს მიიღებს და არ უნდა დაგვაუწყდეს რომ სინოდის ხდომაც რომელიც წინაწელი საერთოდ არ ჩატარებულა რაც ასევე საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევა არა ის გამორიცხული რომ სინოდის ხდომა ჩაერიცხოს რომელსაც ჩაინიშნოს უკაცრავად რომელსაც აუცილებლად უნდა მოყვეს უკანონოდ დადგენილი ეგრეთ წოდებული მოსახვის გადაყენება და მე იმaks რომ ეს ასეც ეხლა თქვენ ახსენეთ ეპისტოლე ზოგადად არის შესაძლებელი რომ თქვა ის არა პატრიარქის არამედ რაღაცა საპატრიარქო სახელით გავრცელდეს ან სხვა იყოს მისი ავტორი აი როგორი შეიძლება იყოს მიდგომა ამ ნაწილში მაგალითად მოსაყდრე იყოს ავტორი ზოგადად ეპისტოლები როცა იწერებოდა და რომელიც შედებოდა კათოლიკოს პატრიარქის სახელით ეს იყო სამუშაო ჯგუფის მიერ შექმნილი ტექსტი რომელსაც შემდეგ პატრიარქს აცნობდნენ და ისე თანხმებოდა ამ შესწორებების შექმნა და ასე შემდეგ მე არ მგონია რომ საპატრიარქოს სახელით გავრცელდება ჩემი აზრით იქნება ეპისტოლის მოკლე ვერსია სადაც მხოლოდ საეკლესიო საკითხებზე იქნება მსჯელობა და იქნება დაცლილი შეძლების დაგვარად პოლიტიკური კონტექსტიდან რომ აიხსნას ის რომ პატრიარქმა ამ ეპისტოლეზე გაცილებით ადრე იზრუნვა და ეხლა უბრალოდ ქვეყნდება